თავარი ამბავი რა არის, იცი? სოციალიზმი, აი, ამოიგინო რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ძიმე წარსული. შეიძლება ადამიანი იყოს გაუნათლებელი და ეგონოს სოციალიზმში რაღაც სიკეთეა, რომ კარლ მარქსი კარგია. თუმცა ჩვენივე ისტორია როდესაც ამ დეგენერატებმა ამოგვიხოცეს 10,000-ობით ადამიანი წარსულში. აი ამ კომუნისტებმა. ხო და არ შეიძლება პატიოსანი ქართველი კაცი იყოს სოციალისტი. შეიძლება უცოდინრობის გამო იყოს ეს მოსულა, ყველა ახალგაზრდა იყოს სოციალისტი. მეც ვიყავი მესამე კურსზე სოციალისტი, ისეთ რაღაცები მაქვს დაწერილი და ნათქვამი მომენტში. იმიტომ რომ გაუნათლებლობის შედეგია. ვაფშე ყველა ხაიგე ვითხარი, ხაიგე სოციალისტი იყო ახალგაზრდა. ახალგაზრდებს როგორ ახასიათებს, იმიტომ რომ ცოტა წიგნი აქვს დაკითხული და არ იციან ცხოვრება როგორ არის მოწყობილი. ამიტომ ეს ბუნებრივია, ყველა გადის სოციალისტობის ეტაპს. მაგრამ როგორც კი ადამიანი რამეს ისწავლის, ის აღარ იქნება სოციალისტი. თუ რა თქმა უნდა მორალში პრობლემა არ აქვს. ამიტომ მე ვაფასებ ერთ რაღაცას თქვენ პარტიაში, რომ თქვენ ღიად ამბობთ, რომ ქრისტიანობა კარგია, მაგრამ აი რასაც ვერასდროს ვერ ვიზიარებ, რომ აქედან დასკვნებს არ აკეთებ, იმიტომ რომ აი თუ ქრისტიანობა კარგია, ესე იგი ქურდობა ცუდია, თუ ქრისტიანობა კარგია, კვლელობა ცუდია, თუ ქრისტიანობა კარგია, ძალადობა ადამიანზე ცუდია. ეს ხო ტრივიალური ჯაჭვია ლოგიკური. მაგრამ თუ ასეა ჩვენ ვიძახით რომ აი გადასახადები რა უბედურება, გადასახადების განმარტება არის ძალის მუქარი წართმეული ფული. ძალის მუქარი წართმეული ფული ქრისტიანულია თუ არა? შენ შეიძლება აღიარო რომ ეს გარდაუვალია მაგალითად, იმიტომ რომ რა ვიცი სამყარო შეიძლება ვერ შესაძლოთ კვლელობაც შეიძლება გარდაუვალი იყოს, მაგრამ ქრისტიანს არ უნდა მოსწონდეს გადასახადები.